ვინ ხარ? მე შენ გიცნობ, ვინ ხარ? ამას მარტო ვერ გავამკლავდები. Robot თქვენი ცით კარგ მუშაობას გისურვებთ. წავედი. ეშა. Zia მოიცადე. უკვე გააკეთეთ? იქვე ხართ ადგილზე? ჯერ შენ მითხარი იპოვე რამე? ვიპოვე ძია. იქ კაცი ვნახე მეთქი, გამახსენდა ის კაცი. იმ დროს ომერის წინააღმდეგ რაც დაგეგმეს, ის კაციც იქ იყო, გამახსენდა. ძია ის დიდად არ ჩაღრმავებია იმ ამბავს, რაც ომერ შეემთხვა, არც ეზელს იცნობს ძალიან კარგად. გასაგები. ო კარგი ეზელ. ახლა ერთი საქმე მაქვს გასაკეთებელი, მე ვილაპარაკოთ. გაღები. მე გავაღებ. როგორ ხარ ჯან? ზეზელ შემოდი, ახლა დაუძახებ დეიდას. არა, არ დაუძახო. დედა სახლშია? არა, წავიდა. იცი საწავიდა? ჩვენი ჯეკპოტი. ორი ბილეთი სოფიის მატარებელზე. გესმის? იქ ბულგარელ ქალებს შევირთავთ სოლად, რომლებიც გაგვაბედნიერებენ. არა, ვთქვი, მხოლოდ მე გამაბედნიერებს. გეყოფა სარგეში ყურება. ეს უკვე პარანოიაა. იქ ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ თავს. მიდი იოცნებე. არ დაგხოცავენ, შეგიძლია იოცნებო. უკან წადი. მიდი სწრაფად. გასმი აჭირე, ჩკარა. ახლა კი შეგიძლია სარგეში იყურო. ესენი ვერ შეგვაჩერებენ. ჩვენ აქედან მივდივართ.
ეს ცუდად დამთავრდება, ეზელ. დამთავრდება. თითოეულის ცხოვრება საწვავია. მე მიდი, დაიწვი. ჯობდა არაფერი გაგვეკეთებინა და დაგვეწყევლა ეს დღე. ჯობს გავაკეთოთ და წეული იყოს ეს დღე. არასწორი. შეცდომა. ის რაც აქამდე წარსული იყო შეიძლება ახლა იქცეს შეცდომად. რა არ შეიძლება? ეშა. არა, ეზელ, გეხვეწები გაჩუმდი. მიყვარხარ. მოდიან ძმაო, მოდიან. ჟობს კაზინოზე იფიქრო. შიგნით შადრევანს გავაკეთებთ აუზით. შიგნით ვიგერებმა რომ იცურაონ, შეიძლება? შეიძლება ძვირფასო. ყველაფერი შეიძლება. ფუშენი. ფული დაგვავიწყდა. არ შეიძლება. ფულს იმათ ვერ დაუტოვებ. მთელი ჩემი ფული იქაა. ძმაო, იქ ვიშოვით, კიდევ ვიშოვით. მე შენ გვერდით ვარ. ვიშოვით? ო, ვიშოვით? გავიქცეთ. როცა ჩავალთ ოჯახები შევქმნათ, მე მგონი რაღაც გამოგვივა. შენ რა სიტყვი? უკან ნუ იხედები. ჩვენ მივდივართ, ამჯერად ვერ შეძლებენ ჩვენ შეჩერებას. უკან გაიქეცი. შენ უნდა გავიქცე. ძმაო, მე ყურადღებას გაუფანტავ, შენ კი გაიქეცი. გამოდი აქეთ. ჩვენ ჩავსხდებით ამ მატარებელში და ვარნაში წავალთ. ვარნაში ერთად წავალთ. იქ ცოლებს შევიხთავთ, ბავშვები გვეყოლება. შეზლონგებზე ვინებიურებთ. პრობლემების და საზრუნავის გარეშე, ძმაო. მივდივართ, ძმობილო. ტეფო. ეშა. ეშა. არა, ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვევით. მე უკვე ვიწვი.
დეპო ჩქარა ჩქარა გამოიქეცი ჩქარა აბა რა სიტყვია გაგეკეცით მე არ მაქვს ტელეფონი დავლეწე ვინ გირეკავს ჯენგიზი რომ რეკავდა ფეხსაცმლით დავლეწე გახსოვს მე მირეკავენ ვინ ზმაო გახსოვს ერთი ამბავი უნდა მომეყოლა შენთვის გახსოვს თუ გინდა ახლა მოგიყვები და ამით დავამთავროთ მოგიყვე მიდიძეა ერთხელ ციხის ეზოში პატარა ბავშვი დავინახე ისეთი საწყალი იყო გეგონებოდა ქვეყანა დაანგრია იმით რომ გაჩნდაო ისეთი დარდიანი იყო მასთან მივედი და ვკითხე რატომ ხარ ასეთი მოწყენილი მეთქი შემომხედა და მითხრა ზია ისინი მომკლავენო მე გავიცინე და უთხარი მე და გამშვიდებ მეთქი მან კი მიპასუხა აქ უკვე ყველანი დაიხოცნენო უკვე ყველანი დახოცესო თავი ასია შემომხედა და თქვა ეს არ არის პრობლემა სიკვდილი არ არის პრობლემაო აბა რა იყო პრობლემა იცი რა და ის ყველაზე ბედნიერი დღე იყო პრობლემა ისაა რომ ის ყველაზე ლამაზი დღე იყო და იმ დღეს ყველა მისი ოცნება მოკვდა იცი პრობლემა რა არის რაზია პრობლემა სიკვდილი არ არის პრობლემა ისაა რომ ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდნენ იმ ადამიანის ხელით იქნა მოკლული მეგობარი აი ეს მიამბო იმ ბიჭმა მაშინ მიხვდი ვინ იყო ის ბიჭი ეზოში ძმაო ომერის ამბავს მეკითხებოდი ახლა ხომ გესმის მისი გესმის მესმისია მესმის რა და შეიძლებოდა ვიღაც სხვა ყოფილიყოდებ კარგია რომ შენ ხარ ძმაო სტამბოლი 2001 წელი
ეს შიგნით არის, შენ გელოდება. ძმაო მე კიდევ ვფიქრობდი ნეტავ ვინ მოვიდა მეთქი რა კარგია რომ შენ მოხვედი მე არ მეშინია ძმაო холод სიცივის გამკანკალებ. არ ვიცი რატომ მცივა. მაგრამ არ მეშინია. ძმაო. ვერ შევძლებ ამის გაკეთებას. ვერ გავაკეთებ ამას. ვერ გავაკეთებ ამას. აბატია ძმაო, ვერ გავაკეთებ ამას. ამას ვერ გავაკეთებ. ვერ გავაკეთებ ამას. რისთვის ითხოვ პატიებას, შენ რა მანიაკი ხარ? ჩვენ უკვე დავდექით ამ საზისღარ გზაზე. მესროლე მომკალე, ან თან წამიყვანე. ან დამსაჯე, ან თან წამიყვანე. შვილო, შენ რა კიდევ ვერ მოხვედი აზრზე? დღეს ჩვენ შეუძლებელი შევძელით. დღეს სახელურები მოვიხსენით და გადავყარეთ. დღეს მე და შენ ტეფო ყველაზე დიდ ნაძირალას ვაჯობეთ. არ მისვრე? დღეს არა. მივდივართ ვარნაში. მოასწრებ იქაური საჭმლის გასინჯვას. ოღონდ ჯერ სტამბოლში დავბრუნდებით და ყველა სათანადოდ გავუსწორდებით. რაში გამოიყენებ ამას? ნებისმიერ რამეში. ოდესმე შურიზიების იარაღად იქცევა. დაგიჯერა? დამიჯერა. იმიტომ რომ სიმართლე უთხარი. ეს საუკეთესო საშუალებაა შეცდომაში შესაყვანადზეა. დაბრუნდა. დაგიჯერა? არ მithქვამ შენთვის რომ ოსტატი გახდე. ისეთ რაღაცებზე შეგიძლია წასვლა თვით მეც რომ ვერიდები. ალის შენ ეთამაშები გადათაგვებანაზე. მე მხოლოდ დასასრული შევცვალე. მე მინდოდა მასაც იგივე განეცა და რასაც ომერი განიცდიდა. მინდოდა მასაც ისეთი ნდობა ჰქონოდა ტეფოსი, როგორც ომერს ჰქონდა ალის მემართ. ის მას ენდობოდა. მე მინდოდა მას ეფიქრა რომ გადაარჩინოს. მინდოდა ეფიქრა რომ ახალი ცხოვრების დაწყება შეძლებდა. სწორედ ისე როგორც შენ ჰქონდა ეს წარმოდგენილი. მოკულა პრობლემა არ არის. პრობლემაა იძულო ადამიანი რომ მოკვდეს, მაგრამ შენ კიდევ უფრო უკეთესი გზა იპოვე. არა?
ის კაცი რომ დავინახე, მაშინვე გამინეცდა გონება. ადრე დიდი ხნის წინ ის კაცი ვნახე სახელოსნოშიც, სასამართლოზეც. ახლა კი აქ არის. მათ უნდათ იგივე გამიკეთონ, რაც ომერს გაუკეთეს. მაგრამ შენ გინდა რომ გაგიკეთონ? კი, მინდა. გააკეთებენ კიდეც. ოღონდ მინდა ყველა მათ ნაბიჯს ხედავდე. ალიმ უკვე გამოამჟღავნა ინტერესი. უკვე მიაგენის საშუალებას, როგორ შეუცვალო ტყვიას მიმართულებას მიშვილო. მართალი მითხარი, გულახდილად მითხარი ომერს ალი შეეცოდა თუ უბრალოდ ეზელმა იპოვა სხვა გამოსავალი? რატომ დარეკე ბოლო წუთს არესროლო, რატომ? ალბათ ორივე ვარიანტი სწორია ძია. ალის თუ მოვკლავთ, ისინი უფრო ფრთხილები გახდებიან. თუ ახალი თამაში დაიწყეს, სამჯერად ჩვენ განზე დავრჩებით. ყველაფერი გათვლილია. მე მხოლოდ შუამავალი ვარ. როცა ტეოფიქს დაურეკე მატარებელში, მხოლოდ ის უთხარი არესროლო, როგორც შეთანხმებულები ვიყავით მეთქი. ტეოფიქი თუ საღად აზროვნებს და შუა თამაში არ დაავიწყდება, ვის და რატომ უნდა უღალატოს, ალი ჩვენთვის იმუშავებს, თანაც ისე რომ ვერც მიხვდება ამას. შენ თვითონ თუ ახერხებ, განასხვაო, ვის უნდა უღალატო და რისთვის მიშვილო. შენ იცი, რომ ეს გარდაუვალია, არა ძია? მოვა დრო და მივხვდებით, რომ ყველანი ერთმანეთს ვღალატობთ. თუ ღმერთი გწამს, კამილ, გეხვეწები გამოჯამრთელდი. თუ გამოჯამრთელდები, პირობას გაძლევ, აღარ ვიტყვი ხოლმე ყველაფერს, რაც ენაზე მომადგება. იმასაც გვირდები, რომ სამსახურში აღარ დავაგვიანებ. ეს თუ გიშველის, რომ გამოჯამრთელდე, ყველაფერს სწორად გავაკეთებ. აღარ დავხარჯავ ბევრ ფულს, აღარ გავფლანგავ. ცუდს აღარავიზე ვიტყვი. თუ გამოჯამრთელდები, ძალიან კარგი გოგო გავხდები. შებნემ. კამილ? შებნემ. ცოტა ხანს გაჩვენდი თუ შეიძლება. კამილ, ცოცხალი ხარ? შენ დაბრუნდი. შენ ცოცხალი ხარ. გვირდები, აღარასდროს აღარ გაგაბრაზებ. მადლობა ღმერთს. გვირდები, რასაც გინდა, იმას გავაკეთებ. შებნემ. თქვი რა გინდა? გისმენ, კამილ? ყველაფერი კარგადაა. არავის არაფერი მოსვლია. არავინ არ მომკვდარა. ეს ორი დღე ისეთი რთული იყო, კამილ. მერე მოგიყვები. მაგრამ ჯერ არავინ მომკვდარა. პირველი ცოდვა. ჩემს უღრუბლო ცხოვრებაში არსებობდა სამი ნაზირალა. ისინი პირველად რომ დავინახე, ვერ მივხვდი ამას.
ყველაზე ბედნიერ წუთებში ამ სასტიკმა მოღალატეებმა ზურგში დანაჩამცეს. საპასუხოდ საკუთარი ხელით დავასამარე ისინი. ო, ისინი არ იმსახურებენ იმას, რომ მახსოვდნენ. ჩემს უღრუბლო ცხოვრებაში სამი ნაზირავა არსებობდა. მათგან ერთ-ერთი შენ ხარ. ერთ-ერთი ის არის და ისიც, ვინც თქვენ გვერდითაა, თქვენ ყველანი. როცა შენ როცა შენ წერდი და მე კი ვკითხულობდი, როგორ ჩამცა ზურგში მახვილი ჩემმა მტერმა, ეს არასოდეს წაიშლება ჩემს მეხსიერებაში. როგორ მენანებოდა ის დრო, რომელიც მათთან ერთად მქონდა გადარებული. სამუდამოდ შევინახავ ამას ჩემს დასისხლიანებულ გულში. ამ დღეებს დავიხსომებ და მთელი ცხოვრება თან ვატარებ ამ ხსოვნას. მაგრამ შენ მათ უღალატე. ყოველდღე ღალატობდი მათ. ღალატობდი, რათა ეს უღირსი ცხოვრება ფუფუნებაში გაგეტარებინა, რათა თბილ ლოგინში მომკვდარიყავი. ვიზიარებ შენს მსახურებას. დიდი მადლობა. ჩემს უღრუბლო ცხოვრებაში სამი წრეული ადამიანი იყო. ერთ-ერთი შენ ხარ. ერთ-ერთი ის არის და ისიც, ვინც თქვენ გვერდით დგას. ყველაზე ბედნიერ დროს ამ წყეულებმა მახვილი ჩამწეს ზურგში. ვიზიარებ შენს მსახურებას. ამიერიდან ჩვენ მტრები აღარ ვართ. ამ 20 წელიწადში არ შეცვლილ ხარ. ადვოკატო. ზუსტად ისეთივე ხარ. ბატონმა მთხოვა ეს ფოტოები გადმომეცა თქვენთვის. მაგ ფოტოზე კაფეშია, საუზმობს. მან კინოშია მეგობრებთან ერთად. ო, აქ ერთ მეგობართან იჭხობა. აი აქ სასტუმრო ოთახშია. გარეთ გასვლას ვერ ბედავდა იმის მერე რაც მოხდა. ეს კი თავადაც ხვდებით რაც არის. ბატონო ადვოკატო,
დარწმუნებული ხართ, რომ ის სწორ გზაზე დგას? ომართლა, ჩემმა ბატონმა მთხოვა მეკითხა, რა განცდა, როცა ერთმანეთის მიყოლებით კარგავს საყვარელ ადამიანებს. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის სტუმრები ვართ. როგორია თქვენთვის ყოვლის მცოდნე რამიზისთვის ამ ყველაფრის ატანა? საინტერესოა. არა, ნუ შეეცდებით მიპასუხოთ, დრო მოვა და თავად გვიამბობთ ამას. დრო მოვა და შენც აგიხსნე ყველაფერს. ყველაფერს. ძია, როგორი განცდა, როცა არ იცი, როდის მოვა ეს დრო. Tevfik, გახსოვდეს, რაც არ უნდა გააკეთო. შენი საფლავის ქვა ყოველთვის გაახსენებს ადამიანებს, შენს ცოდვებს. ალი მე მეგონა არასოდეს აღარ დაბრუნდებოდი. სიკვდილი ხშირად გვაახლოებს, ასე არ არის? წადი შენი ჯენგიზ. შენ მხოლოდ ის შეგიძლია, რომ შენი ბინძური საქმე შეასრულო. მელიხადეიდა, ეშან. მიიღე ჩემი სამძიმარი. დიდი მადლობა მელიხადეიდა. ეშან. დეიდა შენმა და მირეკა გუშინ. გთხოვ შემომიარე და ვილაპარაკოთ. კარგი. ბაჰარ. მის საფლავთან გავლა არ შეგიძლია. ის ხომ შენი შვილის მამაა. ახლავე მოვალ. ალი. ომერის საფლავზე მივდივართ. შემოგვიერთდები? თუ გეშინია რომ გაცოცხლდება და მიგახრჩობს. არა იმის მეშინია რომ კიდევ დიდხანს თუ გავჩერდები შენს გვერდით შეიძლება ცოდვა ჩავიდინო. მაგაზე ნუ დარდობ იმაზე იდარდე რომ ომერთან ვალში ხარ. Melia teyze? Deyda Melih. Ezel. Nasılsınız? Როგორ ბრძანდებით? ჩემი ომერიც ამ სასაფლაოზეა დაკრძალული. მომეხმარე მის საფლავთან მიმიყვანე. მიმიყვან. ეზელს არსალია, მე თვითონ მიგიყვან. არა, მიჩვეული ვარ აქ უშენო ციარულს. იცი ომერის სიკვდილს როგორ განვიცდიდი. ყოველ დღე მოვდიოდი აქ და ვტიროდი. წარმოვიდგენდი ხოლმე რომ ის ჩემ გვერდით იყო, ვითომ არ მომკვდარა. ასე გადავიტანე ეს ტკივილი.
დედა, წლების განმავლობაში მოვდიოდი აქ და ვლოცულობდი ჩემი შვილის საფლავს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის არ მომკვდარა. ცოცხალია. უბრალოდ ჩემგან წავიდა. მე არც ახსოვ ვარ დედა, შენ გამაგდე. მე არ მიმიტოვები ხარ. ადრე როცა გაგდებდი ხოლმე მაინც ბრუნდებოდი ჩემთან. მე ეს ვიცოდი. ახლა რატომ არ მოხვედი შვილ? დიდი ხანია აღარ გახელობს დედა შენი. დედა, ეზელ, გეძახიან. ხო დედა. დედა, დაფიქ, დადგინე ვინ არის ის კაცი გუშინ ჯენგისთან რომ იყო? არა, ჯერ ვერაფერი გავიგე. ნუ დარდობ, გავიგებთ. Çıkacak. Gelmeden იცი რა ვიფიქრე? Ömer'in yanına უმერთან ხომ არ გაუშვა ერთი ვიღაც რომ მეგობრობა გაუწიოს. ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. hayret. სულცარია, რატო? გითხრა რატო? იმიტომ რომ ამ ქალის გარდა ამ ქვეყნად არავინ მიყვარს. აბა შემოგვიერთდით. თორემ ომერს ეწყინება. იმედია ხელი არ შეგიშალით. არა, რას ამბობ? Siz ვიცი თქვენ ოთხნი ძალიან ახლო მეგობრები იყავით. რა უშავს? ახლა ჩვენ ოთხნი ვიქნებით ახლო მეგობრები. მაინც მოხვედე რა. მზესუმზირა გინდა? ყბის კუნთებისთვის კარგია. აქ მზესუმზირის საჭმელად არ მოსულა, მართლა? მე მეგონა არ მოხვიდოდი. რატომ ხარ აქ? შურის საძიებლად მოვედი. ეს არის? ო, ეს არის კაცი, რომელმაც ერთ წამში დაანგრია ჩემი ცხოვრება. var mı bir tedirgin? რამე საფრთხე ხომ არა? Evde yok. ჯერჯერობით ვერაფერს ვამჩნევ. Bu dayı როდის შეწყვეტს ზია ჩვენს თვალთვალს? bence de bırak. მე მგონი არასდროს სტეფო. Farkındasın. არ მეთანხმები? Dışarısı çakal. იცი რომ ირგვლივ მტრები გვახვევია. Değil mi Sefa? ამერიდან შენი ცხოვრება ჩემს ხელშია ტეფო, ჩემი კი შენსაში. Benim hayatımda ასეა და რას ვიზამთ? dahası var მე mı? მგონი ვერაფერს. Bence de yok. წავედით. Sür. Dinliyorum. გისმენ. Bir dakika. უშინდელი დღიდან 1 წუთი დაგრჩა სერდარ. მე ახლა ჩვენს კაზინოში ვარ ჯენგის. შენ ხომ იცი ყველაზე ხშირად რა ციფრი ამოდის ხოლმე რულეტკაზე? En çok sıfır ძირითადად 0 სერდარ. diyecek kaydeder. რაღაც უფრო ჭკვიანური რომ გეკითხა არ შეიძლებოდა. მხოლოდ რულეტკაზე რომ ფიქრობ. კაზინოსკენ რომ წამოხვალ, გზად ჩანთა მიყიდე. Ne çanta? რა ჩანთა? ყავის ცხელ ჩანთა. რამე იაფასიანი. ძვირი არ გადაიხადო, ჩემთვის არ მინდა. უკან დაგიბრუნებ. Birine vereceğim. Kime vereceğiz? ვის უნდა მისცემ? Bana eziyet 50 მილიონი უნდა იყოს. gösteren şahsa. მას მივცემ კაცს, რომელიც ეზელს გამოაშკარავებს. Bizim bilmediğimiz ne? რა უნდა გითხრას ასეთი მის შესახებ? თუ მოიტან ჩანთას ფულით გაიგებ. სასაფლაოზეც კი საქმეებზე ფიქრობ? ო, სანამ ცოცხალი ვარ კაზინოს არ დავტოვებ. Tahmin ჯერა ჯენგის.
ვიცი, სასტუმროს გამო რთულ მდგომარეობაში ჩავარდი, მაგრამ გვირდები სანაცვლოდ დიდ მოგებას ნახავ. ისეც, როგორზეც არც კი გიოცნებია. ღმერთმაგნას ასეთ რამესთან არასდროს არ მქონია შეხება. ამიტომ ყველაფერს შენ მოგანდობ. არენდო, მას ყოველთვის საკუთარი გეგმა აქვს. ცუდად გეძინა? დაღლილი ჩანხარ. არ ვიცი, ეს 2 დღეა კარგად მძინავს. შეიძლება ითქვას ძალიან კარგადაც კი. რა არის ამის მიზეზი? დამისიზრა თითქოს ვიღაც მეხუტებოდა, მაგრამ რომ გავიღვიძე გვერდით არავინ აღმოჩნდა. არა და ისეთი განცდა მქონდა თითქოს ეს ცხადში ხდებოდა. როგორც ჩანს, ჩემი ბედი არ არის. რომ ესოდევის გამო იკლავ თავს, არ მოინდომებდი ამას. ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია. შეგიძლია კეთილი საქმე გააკეთო? მაინც რა? დაუძახე ჩემს დას. ეზელ. მაპატია მინდა მარტო ვიყო. სწორად გამიგე. მოდი ნუ გავართულებთ ყველაფერს. რას ნუ გავართულებთ? ჯენგიზმა მიღალატა. მე მინდოდა სამაგიერო გადამეხადა მისთვის, შენ სწორედ ამ დროს ჩემ გვერდით აღმოჩნდი. სულ ეს არის. რატომ არ მიყურებ? რას გულისხმობ? თვალებში რატომ არ მიყურებ? რატომ გავურბიხარ ჩემს მზერას? ეზელ, აქ მაინც დამანებე თავი. სიმართლე მითხარი და შეგეშვები. რატომ ბრაზობ? რატომ გამერბიხარ, ეიშან? ეიშან. დეიდა ჩემი მოკვდა ჩვენ გამო. გაიგე? ჩემ გამო. ჩვენ გამო მოკვდა. მე საყვარელ ადამიანებს ვუღალატე, ამიტომ მოკვდა. თუ შენ აგირჩევ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს დავკარგავ. გესმის ეს თუ არა? ამის გამო არ ბრაზობ. სხვა რამეს გავურბიხარ. რაზე ლაპარაკობ? როცა მკოცნედი, რაზე ფიქრობდი? არაფერზე არ გიფიქრია? სიმართლე თქვი. ფიქრობდი. ბახარზე ფიქრობდი, შენ შვილზე თუ ჩემზე? დეიდა შენი სიკვდილის ამბავი რომ გაიგე, ყველაფერი ინანი არა? მაგრამ ეს შენს ხელში არ იყო. რა იყო სიმართლის თქმის ხრცხვენია რა? ასე არ არის. სწორედ ასეა, შეეგუე ამას. შენს გულში არ არის არც სინანული, არც დარდი. ეს ყველაფერი თეატრია. შენ მხოლოდ ჩემთან ერთად ყოფნა გინდა, ეიშან. აღიარე რომ ასეა. რატომ? რატომ არის ასე ეზელ? იმიტომ რომ გრძნობა რომელიც ჩვენ შორის გაჩნდა ორივე ჩვენგანზე ძლიერია, ეიშან. შეიძლება ითქვას სიკვდილზე ძლიერია. რა გინდა ჩემგან? მინდა რომ ყველაფერი მიატოვო და ჩემთან მოხვიდე. არა. კი. ხალხის ნაკადი არ წყდება და ჩვენი ხაზინაც ივსება. ესე იგი ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, სტეფო, ესე იგი ტყუილად არ დავბრუნდი. თავიდან ვიშოვე ბევრ ფულს, სტეფო. თუ საჭირო გახდება, ნულიდან დავიწყებ. თეორია მათ კამპანიაში გავერიო. გეგმა? გეგმა, სტეფო, პირველ რიგში ცოცხალი გადავრჩე. შესანიშნავი გეგმა.
Ali gel. მობრძანდი ალი, ოღონდ ნურავის მოკლა ყველა ისედაც დაძაბულია. ჩვენმა კილერმა გაისეირნა და ისევ დაგვიბრუნდა. Tevfik. შენ ქვევი ჩადი, სიტუაცია გააკონტროლე. ან თუ გინდა დარჩი, მაგრამ მერე შენი მოკვლაც მოგვიწევს. სერდერს 5 წუთი მივეცი, მაგრამ 24 საათი მოითხოვა. რისთვის? 24 saat içinde 20 საათში ეზელის ყველა საიდუმლოს ფარდას ავხდი. noktasını bulur gelir. Havanlı su dövüyor. ყვილად წვალობ ჯენგიზ. Al işte bak Cengiz var. ჯენგიზმა მისი დოსიე მოგცა. რა საიდუმლოზე ლაპარაკობ? ეგ ხო, მაგრამ რა იყო მაგ დოსიემდე? Ondan önce de მაგ დოსიემდე თვითონ ეზელიც არ არსებობდა. დიახ, მართალია. Kardeş ახლავე აგიხსნით ყველაფერს. ne olduysa ის სულ რაღაც 4 დღეში დაუჯერებლად გამდიდრდა. მანქანები, ფირმები, ფული, ძირფასი ტანსაცმელი, ქალები, paralar, ყველაფერი pullar, ერთ წამში გაუჩნდა. şirketler. Öyle. კარგი, ერთ მინიშნებას მოგცემთ. O zaman ახლა კი თითოეულმა თქვენს თავზე იფიქრეთ. kendinizi düşünün. bir vurgun მოვიფიქრე, ჩემი მოკლა ღირს. სწორედ ასეა. O საჭიროა სულ პირველ მიზეზს მივაგნოთ, რომელზეც ჩაჭიდებას მოვახერხებთ. პირველ ცოდვას უნდა მივაგნოთ. სულ პირველ ცოდვას. ortaya çıkarıncaya dek. Ya öyle bir şey yoksa იქნებ მართლა ძიასგან მიიღო მემკვიდრეობა. babasından miras kaldı. მაშინ რა შრები? Ya და თუ არა, ya var. იქნებ მაინც არსებობს რაღაც ცოდვა. Bu ezel ძმებო, ეზელი გატყუებთ, გასულელებთ. da oynatıyor. Ali ალი, o parmağı არ გინდა ეზელს ხელზე თითები დააცალო შენი მარწუხებით. ჯენგიზ, არ გინდა მუჩში მოიმწყდიო ის ეზელი. 24 saat. კარგი დროის ათვლა დაიწყო. o zaman მაშასე მომეცი 50 მილიონი. bir zahmet. Bu herif o იმედია ამ თანხას არ მისცემ. verdim. მომცემს აბარასიზამს. Tefo. ტეფო, ის ჩემს სახლში იცხოვრებს. იქ არის მაცივარი, ტელევიზორი, ყველაფერი რაც საჭიროა. Ama senin evde televizyon yok. კი, მაგრამ სახლში რომ ტელევიზორი არ გაქვს? Kamil. ნუ თუ მისი გულისთვის ტელევიზორი იყიდე. Vallahi poker sırası. გიყვარს უბრალოდ არ ემჩნევ ამას. Sen aslında bizi დრო გავა და ჩემს მიმართაც გაგიჩნდება გრძნობა. bundan sonra edersin. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. შეიძლება. Belki bir იქნებ შაბათკვირას სათევზაოდ წავიდეთ. მისთვის კარგი იქნება დასვენება. yani intikam falan. ხომ გვაქვს უფლება რომ ცოტა ხანს დავისვენოთ? Saat eğlensek fena mı olur? შებნემ, Ay tamam. კარგი, გავჩუმდები. დაჯავშნი ადგილები. შაბათკვირას მივდივართ. ზოგჯერ ვიხსენებ რა გააკეთე ჩემთვის. ზოგჯერ ვბრაზობ მასზე. მაგრამ ის ჩემი მეგობარია და მე ის მიყვარს. ძალიან მიყვარს. შეიძლება რაღაც გითხრა. ოღონდ ნუ ბრაზობ. Ha şöyle ya. აი ასე ჯობს. Baba, niye gelmedin beni görmeye? მამა, დედა რატომ არ მოდის შენთან? Yaptım. მე დავაშავე რამე? არა შვილ. ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. მე ისეთი რაღაც გავაკეთე, რის მერეც დედა შენს ჩემი დანახვაც კი არ უნდა. მინდოდა რაღაც გამეკეთებინა, რომ ჩემ შვილს მეჰმედს Gurur duysun. ეამაყა ჩემით. და რა გააკეთე? Böyle oldu. ახლა აქ რატომ ხარ? არა შვილო, ვერაფერი ვერ გავაკეთე დედა შენს ჩემით რომ გეამაყათ. Yine kötü şeyler. ისევ ცუდი რაღაც გააკეთე? ხო, შვილო. Niye biliyor და იცი რატო? თუ კი არ შეგიძლია ხელი შეუშალოთ ცუდ საქმეებს, ჩათვალე რომ თავად გააკეთე ის ცუდი საქმეები. kötü şey yapmış kadar olursun. Gelmeyeceğim. შენ რა, სახლში არ დაბრუნდები? Geleceğim. დაბრუნდები შვილო.
საავადმყოფოდან როგორც კი გამომწერენ, სახლში მოვა. ჩამეხუთი. არასწორ გზაზე ვიდექი შვილო. იმისთვის რომ ჩემი თიამაყოს სახლში უნდა დავბრუნდე. დაბრუნდი მამიკო, დაბრუნდი. ო შვილო, მოვა. მართალია, კარგი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ვალი, რომელიც ტვირთად მაწვა, უკვე მოვიხადი. რატომ დაბრუნდი? თითქოს ნაწყენი იყავი ჩემზე. საიდან მოიტანე ეს კაზინო ხომ ჩემიც არის? მაგრამ ერთი პირობა გქონდა. არ დაგავიწყდეს რომ პირობა მომეცე. თორემ რა მოხდება? შენ აიღებ იმ კასეტებს და დავწვავ. სხვა თამაში არ მჭირდება. თანახმავარ. ეზელს რას უშვები? როგორც კი სერდარი ინფორმაციას მოიპოვებს, მოქმედებას ვიწყებთ. სამად გავიყოფთ მოგებას. სერდარმა კომპრომატი რომ ვერ იშოვოს, მაშინ სასტუმროს ფულს ვერ მიეკარები. შევთანხმდით? შევთანხმდით. რამე შეგემთ ხვალი? რა გჭირს? ერთ რამეს მივხვდი. მეგობრებთან ერთად ბიზნესში ყოფნა აღირს. წამოდი ვისკი შევუკვეთავ შენთვის. ეზელს კარგად იცნობ? მისი დოსიე შენი შედგენილი არა? ესე იგი მის შესახებ ყველაფერი იცი. არავის არ შეუძლია სხვა ადამიანზე ყველაფერი იცოდეს. აპატიეთ რა ქვიათ? ბატონი სერდარი. მითხარი, გახსოვს ეზელმა პირველად როდის დაიწყო თამაში? 2006 წელს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში. შეგიძლია გაიხსენო როგორი თამაში იყო? მე რამდენადაც ვიცი, ის არალეგალური კაზინო იყო. ეზელმა პირველად მაშინ ითამაშა. 10 მილიონი დოლარი მოიგო. ნიშნულობა არ აქვს, ვინ მოიგო ეს ფული, მთავარია ვინ წააგო. ახლა არ მახსენდება. ჰასან ენერმა. თუ გინდა ადამიანზე ყველაფერი გაიგო, მის მტერს უნდა გკითხო. ეს ძალიან მარტივია. ინფორმაციის შეგროვებაში ერთი ნაცნობი მეხმარებოდა. თუ ნებას მომცემთ, ახლავე დავრეკავ მასთან და ყველაფერს ვკითხავ. ალო, ძმაო, ახლა ერთ ბატონთან ერთად ვარ. ერთი კაცის ამბავი აინტერესებს. თუ რაღაცის არ არის, მითხარი, ყველაფერი კარგად არის თქო. კი ძმაო, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი კარგად არის. იცი ვინმე სახელად? ჰასან ენერი. რა იყო მიაგნეს? ო ძმაო. ახლა არ შეგიძლია ხელი შეუშალო. არა. ცდილობენ ჩემ შესახებ ყველაფერი გაიგონ. ზირს მეთხრიან? ო ძმაო, ასეა. დევფიქ. გაიგე სად არის ახლა? არ გაბედო, არ დაენახო. შეიძლება გაგიხსენოს. გავიგე ძმაო. რამე თუ გაგახსენდება, დამირეკე. გინდა მე დაგირეკო? არა, ნუ დამირეკო. თუ გაგიხსენებს, ის გააკეთე. თამაშის დროს რასაც შემპირდი. იმოქმედე. კარგი ძმაო. აბა შენიც. არა, არაფერი არ იცის მის შესახებ. ძელი. ემინ ეფენდი. აი ეს სახლის ნასყიდობის საბუთია ახალ რაიონში. შეამოწმეთ. ყველაფერი წესრიგშია. ახალგაზრდა იქნებ კმარა დღეისთვის. ჩვენთან ქალბატონმა სელმა მოგიყვანა. არ მინდა მისი წყენინება, ასე არ არის ქალბატონო სელმა? რა სიტყვით?
ბატონმა ეზელმა თვითონ იცის, როდის უნდა გაჩერდეს. მაგიდასთან 4 მილიონი წავაგეთანაც პირველ თამაშზე. არა ვშოვს. დაწყნარდი. როგორ უნდა დავწყნარდე ქალბატონოსებმა? ეს ჩემი პირველი თამაშია და მთელი ფული წავაგე. სიმშვიდე შეინარჩუნე. პანიკაში ნოჩავარდები. ეს ჩემზე გაცილებით უკეთ თამაშობს. ეს დიდი ფულია. ჯერ მზად არ ვიყავი აქ მოსასვლელად. კარტის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ბატონ ჰასანს 10 წელია ვიცნობ. ახლა კარგ ხასიათზეა ეზელ. გონია რომ შენ უკვე მოგიშორა. მართალიც არის. შეხედე. შენგან არაფერი აღარ სჭირდება. გამოგიყენა და მოგისროლა. შეიძლება ითქვას უკვე დაგივიწყა. რა ქვია ამას? ხელსაყრელი მომენტი. ეს ჩემი უკანასკნელი ფულია, ბატონო ჰასან. დღეს არც თუ ისე იღბლიანი კავალერია მოგირჩევიათ. იქნებ ჯერ არა მოურჩევია. სონათ ქალბატონ შებნებს ჩამოვდივარ. რა? ქალბატონო სელმა, გაიგონეთ? არა, არ გამიგონია ბატონო ჰასან. ამ წუთიდან არაფერი მესმის და ვერაფერს ვხედავ. ბატონო ეზელ, თქვენ მე ვინ გონივართ? გონია რომ კაცი ხართ, რომელიც ლამას ქალზე უარს აღიტყვის. ეზელ. ასეა. არავითარ შემთხვევაში არ ვეტყვი უარს, თვითონ ქალბატონი თანახმაა? ყველაფერი მესმის. არ შეიძლება კაცი ყოველთვის იგებდეს, ზოგჯერ აგებს კიდეს. ეზელ რომ წააგო? კარტის ვალი ღირსების ვალია. სონზე ბატონი ჰასანის სახლს ვდებ. შეიძლება ბატონო ემილ? ბატონო ემილ, გთხოვთ შეასრულოთ ყველა პროცედურა ჩემს მოგებასთან დაკავშირებით. ბატონო ეზელ, სადმე დიხართ, არ შეიძლება ასე ყველაფრის მიტოვება. ბატონო ჰასან, ყველაფერი მორჩა. თქვენ აღარ გჭირდებათ თამაში, არაფერი აღარ დაგრჩათ. არაფერი? საერთოდ? ახლა შეიძლება ტირის ჩვენს დასანახად, მაგრამ მე უამრავ პრობლემას შეგვიქმნის. რა ვქნათ? მოვიშოროთ? ეს რა ვქენი? არ გეწყენა შებნე. არავითარ შემთხვევაში არ გავრისკავდი შენით. არც ერთი თქვენგანი სიცოცხლეს არ ჩავაგდებ საფრთხეში. ვიცი, მე იმაზე ვბრაზობ, რომ ამ კაცის ტანჯვა სიამოვნებას განიჭებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს თამაშში. სტამბოლი 2009 წელი. ადამიანმა რომ ერთ წამში შეიძლება ყველაფერი დაკარგოს, ამაში უკვე დავრძმონდი. კი, მაგრამ რატომ? რა ანგარიშები გქონდა ამ კაცთან გასასწორებელი?
მე ძალიან მდიდარი კაცი ვიყავი კარტის სამყაროში, მან კი ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა და ისე გამსრისა, როგორც ჭიანჭველა. შეგიძლია გაიხსენო იმ დღეს ვინ იყო მასთან ერთად? ერთი მსუქანი ულვაშებიანი კაცი. კამილი. ერთი გოგო, შებნემი. და კიდევ ერთი მაღალი, წვერებიანი ბიჭი. ფეთქებადი, ხიზელი. იმ ქალზე მიყვებოდი, ვინც ეზელი გაგაცნო. კალბატონი სელმა. თავის დროზე მაღალ საზოგადოებას ეკუთვნოდა. მის გამო დავსვით სათამაშო მაგიდასთან. მას არაფერში ვადანაშაულო. ეს მისი ბრალი არ იყო. მაკინაციებში არასოდეს ებმება. არაჩვეულებრივი ადამიანია. მაგარა ჩვეულებრივი ქალის მისამართი იცი? შესაძლოა ეზელმა ბოლოს პასუხიც კი აგოს ამ ყველაფრისთვის. მაგრამ ჯერ თავად გაუსწორებს ანგარიშს ყველას, ვინც გაყიდა. ბოლოს და ბოლოსა ყველა ადამიანი აგებს პასუხს თავისი მოქმედებისთვის. ეზელ. რა სიურპრიზია. შემოდი, კარში ნუდგა ხარ. კალბატონო სელმა უნებლიეთ საფრთხეში ჩაგაგდეთ. შენ პირველი არ ხარ. ამაზე ნუდარდობ. მოდი ჩაიდავლიოთ, თან მომიყევი. ისინი აქ მოვლენ და კითხვებს დაგისვამენ. აჯობებს ეს ფოტო დამალოთ. დაიგო. მარტო გინდა ყოფნა. კარგი. ჩემს ოთახში ვიქნები. თუ დაგჭირდები დამიძახე, კარგი? დაიგო. ვიცი დეიდასთან ძალიან ახლოს იყავი. ყველაფერს უყვებოდი. ყველაფერს ანდობდი. მაგრამ მე აქ ვარ, შენ გვერდით. მარტო არ ხარ. შეგიძლია მეც მომეყვე. რა დარდი გაქვს გულში? მე შენ გვერდით ვიქნები, რაც არ უნდა მოხდეს. ბაჰარ. გისმენ. მითხარი, დაიგო. ძალიან მიყვარხარ. არ დაგავიწყდეს ეს, ძალიან მიყვარხარ. მეც ძალიან მიყვარხარ, დაიგო. ის, რასაც თქვენ სახლობლებს უმალავთ, მათსავე სასიკეთოდ, არასოდეს არ ჩაგეთვლებათ სიკეთე. როცა ცოდვებისთვის საზღაურს იხდით, ნუ დაგავიწყდებათ ეს.
ისინი მოდიან. იმიტომ რომ პირველ ცოდვას ბოლომდე ვერ ასოდეს გამოისყიდით. როდესაც საზღაურის გადახდას გავურბიხარ, სოდვები შიგნიდან გჭამენ. ისინი აუცილებლად შეგახსენებენ თავს, არასოდეს დაევიწყოთ, რაც შესწოდეთ. ეს შენია, შენთვის ვიყიდე. კარგი. მე წაგიკითხავ. როცა ის ხარ, ვინც ხარ, მაშინ კარგი ხარ. მაგრამ თუ კი ვიღაცას თამაშობ, შენს წოდა, რადგან არ შეიძლება შინაგან სამყაროში თვალთმაქცობა. შენს პიროვნებას ნუ მისცემ უფლებას საკუთარი თავი დაღუპოს. ჩემი ძმა არ იყო ცუდი კაცი. ერენ. ჩემმა ძმამ ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ ის კარგი ბიჭი იყო. არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის რა იქნება ხვალ. თუ ღირსეული ადამიანი ხარ, არასდროს კითხო უპოვარს, ძვირფასი ტანსაცმელი რატომ არ გაცვიაო? ნუ რასოდეს დაამცირებ შენზე სუსტ ადამიანს. ნუ ვკითხავ, ვინ წაართვა სახლი და ოჯახი. ნუ რასოდეს გააკეთებ ამას. თქვენ დაანგრიეთ ჩემი ოჯახი. წადი აქედან, წადი! არ წავალ. რატომ უნდა მეშინოდეს შენი? მე შენი მტერი არ ვარ. ერენ, შენ მამა დაკარგე, მე კი ძმა. მომისმინე. არ მინდა. მომისმინე, მე შემიძლია შენი უფროსი ძმა გავხდე. მოდი ვიმეგობროთ. ძმები ვითვიყოთ. ნუ თუ არ შეიძლება რომ ახლობლები გავხდეთ. ჩემმა ძმამ რაც გააკეთა იმის გამო მე არ უნდა ვაგო პასუხი. ერენ, მე ყოველდღე მოვალ შენთან. ერენ, შენ გინდა თუ არა მაინც მეგობრები გავხდებით? ძმები ვით გავხდებით? ძმობილები გავხდებით. ნახე, შეხედე. ეს ჩემი მისამართი და ტელეფონის ნომერია. შეგიძლია მოხვიდე, დარეკო, როცა გაგიხარდება. ჩემი სახლის კარი მუდამ ღიაა შენთვის. უკვე ამოდიან. თუ რაიმე საფრთხე შეექმნება, ქალბატონ სელმას დაიცავე. საჭირო არ იქნება. რატომ? მზია აქაა. კარგ დროს მოხვედი. რაღაც თუ არ შემემთხვევა, ისე არ მოდიხარ. მაგრამ არა უშავს. ესეც მიხარია. მოდი. ეზელ, გთხოვ უთხარი ჩემს დას, რომ ახლა ამის დრო არ არის. საკუთარ თავში არ უნდა ჩაიკეტოს. ბაჰარ ასაკეთებ ამით. აბა რა ვქნა? მე არ მიჯერებ. ეზელი შენი მეგობარია. იქნებ მას დაუჯერო. უნდა რომ დეიდას სახლში მარტო წავიდეს. ვერ გავიგე, მარტო ყოფნის უფლება არ მაქვს? შენ სასოწარკვეთილებაში ხარ. ჩვენ არ გვაჩვენება ამას, ამიტომაც გინდა იქ მარტო წასვლა. ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, ეზელს ამის დრო არ აქვს. აქ შენ გამომოვიდა. ეზელ უთხარი, რომ ჩვენ მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები ვართ. დაიგო. მარტო ვერ დაგტოვებ, იმიტომ რომ ძალიან გვეყვარხარ. არა. ეზელ, გეხოცები, შენ თვითონ უთხარი. იშენ.
ბაჰარი მართლაც გეუბნება. ჩვენ არ გტოვებთ, იმიტომ რომ ძალიან გვეყვარხარ. ძალიან. კარგი. რაკი ასე ძალიან გინდა წასვლა წადი, მაგრამ მარტო არა. ეზელთან ერთად წადი. ჩემ მაგივრად ეს იყოს შენს გვერდით. ასე უფრო წყნარად ვიქნები. კარგი? იქნება ავიდეთ ზეა. რა შესანიშნავი დრო იყო? უკაცრავად. ბრძანდებოდეთ. რეკონ. ხო. რაზე გავჩერდით? იმ დროს ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ვიყავი. ალბათ თაყვანის მსემლები გყავდათ. რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ. თქვენერი ქალის შეუმჩნევლობა როგორ შეიძლება? ამ კაცს თუ იცნობთ? ბატონ ეზელს. რა თქმა უნდა. საზღვარგარეთიდან რომ ჩამოვიდა, საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი. ძალიან უყვარდა კარტის თამაში. რა მოხდა, რამე უსიამოვნება შეემთხვა? სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ, მაპატიეთ წავალ წყალს დავლევ. გამოყვებით. ნუ შეწუხდებით. თვითონ მიაგნებს. ფიქრობ აჯობებს უპასუხო. ამის შემდეგ აღარ მინახავს. ისეთი სასიამოვნო ადამიანი იყო. გთხოვთ თუ ნახავთ, მოიკითხეთ ჩემგან. სხვა არაფერი გაქვთ მასზე სათქმელი? არა. კიდევ რისი გაგება გსურთ? Selma. Serdar. ეზელს გესურვებ დაუძლეველი წინააღმდეგობის დაძლევას პატივისცემით ექიმი ჰაკან აზიზლერი. სერდარ. მოვდივარ. ალო. Sen hayatım. შენ ხარ ძვირფასო. დამავიწყდა რომ უნდა მოსულიყავი. იქნებ გადავდოთ ეს შეხვედრა. არა, რას ამბობ, ჩემთან ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ ახლა არ შემიძლია შენი მიღება. მე დაგირეკავ კარგი ძვირფასო. ნახვამდის. ვუპასუხე, იმიტომ რომ არ მინდოდა ჩემ გამო ენერვიულად. მორჩი. ხელში რა გიჭირავს? კარგი, მოდის გიხდით. გვაპატიეთ რომ შეგაწუხეთ.
ხედავ რა სასიამოვნო მოსაუბრეა. ნამდვილი ლედია. Tek kelimesine inan. ერთი სიტყვის მაინც გჯერა იქიდან რაც გითხრა. Bakalım ერთი ამ ექიმ აზიზლერისგან გავიგოთ ამისთან რა დაუძლეველი უნდა შეძლოს ეზელმა. Sizleri bir bulup soralım. Nasıl geçti? როგორ ჩაიარა ყველაფერმა? Sorunsuz. უპრობლემოდ. Sevindim. ძალიან კარგი. Günahkarlar სოდვილები სინათლეს უფრთხიან. თავიანთ სოდვებს მხოლოდ სიბნელეში სჩადიან.